თუ მსოფლიო რუკას ეკონომიკური სიმძლავრის მიხედვით გადავხედავთ ალპებში ერთ უცნაურობას აღმოვაჩენთ. 160 კვადრატული კილომეტრი. სულ ეს არის მთელი ტერიტორია. აქ დაახლოებით 40,269 ადამიანი ცხოვრობს, რაც თბილისის ერთი საშუალო უბნის მოსახლეობაზე ნაკლებია, თუმცა ამ მცირე მასშტაბში აკუმულირებულია კოლოსალური სიმდიდრე. დღევანდელი მონაცემებით, ამ ჯუჯა სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტი 9 მილიარდ 400 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც სტატისტიკაში შესაძლოა ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს, თუმცა როგორც კი ამ რიცხვს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავანაწილებთ, ასტრონომიულ მაჩვენებელს მივიღებთ. 231,700 დოლარი ერთ მოსახლეზე. ამ რიცხვით ლიხტენშტაინი მსოფლიოში უპირობო, უკონკურენტო პირველი ნომერია. ის უკანიტოებს ისეთ გიგანტებსა და ფინანსურ ცენტრებს, როგორებიცაა ლუქსემბურგი, სინგაპური, კატარი და შვეიცარიაც კი. ამავე რიცხვში აკუმულირებული ცხოვრების მაღალი დონე და სუპერეფექტიანი ეკონომიკა, სადაც უმუშევრობა პრაქტიკულად არ არსებობს და რომელიც იმაზე მეტ რეგისტრირებულ კომპანიას ითვლის, ვიდრე მაცხოვრებელია. მეტიც, ეკონომიკური მიზიდულობა იმდენად დიდია, რომ სამუშაო ძალის 56% ქვეყანაში ყოველდღიურად მეზობელი სახელმწიფოებიდან შედის, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. საიდან გაჩნდა ეს სიმდიდრე? პასუხი: 307 წლის წინანდელ ისტორიაში უნდა ვეძებოთ, როცა საღვთო რომის იმპერატორმა კარლ მეექვსემ ვანდუცისა და შელენბერგის მიწები გააერთიანა და ლიხტენშტაინის სამთავრო დააარსა. მაშინ ლიხტენშტაინების გვარს ეს ტერიტორია საცხოვრებლად სულაც არ სჭირდებოდა. მათ მხოლოდ იმპერიული სტატუსი აინტერესებდათ, რაც ვენის კარზე ხმის უფლებას ანიჭებდათ. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ეს იყო მიგდებული ღარიბი აგრარული პერიფერია, სადაც მთავარი საზრუნავი მდინარე რაინის ადიდებისას გადარჩენა და შიმშილთან ბრძოლა იყო. მმართველები თავიანთ სამთავროში ფეხსაც არ დგამდნენ და ვენის სასახლეებიდან მართავდნენ ამ მაშინდელი გადმოსახედით უპერსპექტივო აქტივს. გამდიდრების რეალური ფორმულა მე-20 საუკუნის კატაკლიზმებმა დაბადა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ავსტრია-უნგრეთის იმპერია ჩამოიშალა და ვენური ვალუტა გაუფასურდა, ლიხტენშტაინი გაკოტრების პირას აღმოჩნდა. სწორედ აქ გამოვლინდა მმართველი დინასტიის საოცარი პოლიტიკური ინსტინქტი. მათ მომაკვდავი იმპერიის ნაცვლად, პარტნიორად სტაბილური მეზობელი შვეიცარია აირჩიეს. 1923 წლის საბაჟო კავშირმა და 1924 წელს შვეიცარიული ფრანკის ეროვნულ ვალუტად გამოცხადებამ ქვეყანას ის ფუნდამენტი მისცა, რაზეც მომავალი ეკონომიკური სასწაული დაშენდა. ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ ლიხტენშტაინმა მსოფლიოს შესთავაზა ის, რაც ომის შემდგომ ევროპაში დეფიციტური იყო: კაპიტალის დაცულობა, ანონიმურობა და ულტრა დაბალი გადასახადები. დღეს ხშირად შეცდომით გონიათ, რომ ლიხტენშტაინი მხოლოდ ბანკებისა და საფოსტო ყუთებში დარეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების ხარჯზე ცხოვრობს. სინამდვილეში თანამედროვე ლიხტენშტაინი ინდუსტრიული მონსტრია. მისი ეკონომიკის ხერხემალი არა ბანკირი, არამედ ინჟინერია. მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 40% მრეწველობაზე მოდის, რაც ევროპაში უმაღლესი მაჩვენებელია. მეტიც, დღეს ქვეყანა ვიწრო, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გლობალურ ჰაბად პოზიციონირებს. ამას ხელი შეუწყო კიდევ ერთმა სტრატეგიულმა სვლამ. 1995 წელს ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანებით ლიხტენშტაინმა ევროკავშირის წევრობის გარეშე ევროპულ ბაზარზე სრული წვდომა მოიპოვა. აქ იწარმოება ჰილთი, სამშენებლო ტექნიკა, რომლითაც მსოფლიოს ნახევარს აშენებენ. ივეკლარ ვივადენტი, სტომატოლოგიური მასალები, რომელიც გლობალური ბაზრის ლიდერია და ცხადია ავტომობილების მართვის სისტემები, რომელთა გარეშეც გერმანული ავტოინდუსტრია ვერ იარსებებდა. ლიხტენშტაინმა მოახერხა ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო, გახდა გლობალური მიწოდების ჯაჭვიც შეუცვლელი რგოლი. საბოლოო ჯამში ჯუჯა სახელმწიფოს წარმატება უნიკალური მმართველობის მოდელის დამსახურებაცაა. ეს არის კონსტიტუციური მონარქია, რომელიც უფრო საოჯახო ბიზნეს კორპორაციას გავს, ვიდრე კლასიკურ სახელმწიფოს. თავად ჰანს ადამ მეორე და მისი მემკვიდრეები ფლობენ რეალურ ძალაუფლებას და ამავდროულად თავად არიან უმსხვილესი ბიზნესმენები. ეს ქმნის გარემოს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბიზნეს ლოგიკით მიიღება, სწრაფად, ბიუროკრატიის გარეშე და გრძელვადიანი ხედვით. ასეთია ეს ისტორია. 1719 წელს მხოლოდ პრესტიჟისთვის ნაყიდი მიწის ნაკვეთი, რომელმაც 3 საუკუნის განმავლობაში წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ტექნოლოგიურად განვითარებულ და სტაბილურ ოაზისად ჩამოყალიბდა.